Я не могу без тебя, я все думаю о нас. Ეხა ქეთას გუნდის ჯერია და ჯერ უმღერებ და მე დავიწყებ. Я не могу передать, что я чувствую сейчас. Дуэти ქეთასთან ერთად. სანდრო კვაჭაძე. გამარჯობა სანდრო. გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად შენ? ესეთი ზრდილობიანია რომ ვეუბნები რომ ეს ქუდი ძალიან გიხდება სანდრო. გმადლობთ. მე სამომწონს გმადლობთ. ნირვანას ლეგენდარული სიმღერა სანდრო კვაჭაძემ ბრმა კასტინგზე სრულიად განსხვავებული ვერსიით იმღერა. მისი ინდივიდუალურობა ყველაზე მეტად ნუდიკოს და ქეთას მოეწონა. თუმცა სანდრომ ქეთა აირჩია და გახდა კიდეც მისი გუნდის ერთადერთი ბასისტი წევრი. შენი მეწყვილე როგორ ფიქრობ გოგოა თუ ბიჭი? არ ვიცი. არ იცი? გოგო გინდა და თუ ბიჭი გინდა და არც ეგ არ იცი? არა. სუსტად ვიცი რომ იმის მერე რომ გამოაცხადებ მეწყვილეს და გეტყვის სიმღერას წესით შენ ზა უნდა გაგიხარდეს. ეს მგონი არ ვიცი. შენი მეწყვილე იქნება ნატალია რომანაძე. რას ფიქრობ ამ ახალგაზრდაზე? კაიფია. ნატალია რომანაძე არის ძალიან საყვარელი. ასევე რაღაცა საოცარი იუმორის გრძნობა აქვს. ну აი მეც კი მამას ხარავებს ხოლმე. ბრმა კასტინგზე ნატალიამ ყველაზე ბევრი ინერვიულა. ემოციებმა იმდენად ააფსო ჩვენი კონკურსანტი, რომ სიხარულის ცრემლებით ტიროდა, როდესაც გამოსვლის ბოლო წამს მას ქეთა შემოუბრუნდა. თქვენი სიმღერა იქნება Stevie Wonder Superstition. სხვა დუეტები მყავს დანაწილებული ისე რომ ანუ უფრო ერთი სტილის არიან ამ შემთხვევაში ცოტა სხვადასხვანაირები არიან მაგრამ უხდებიან ერთმანეთს და ეს დუეტი იქნება ძალიან ლამაზი. არის ძალიან გრუვიანი ფანკი. რაც ძალიან מחარებს. მე ძალიან სიამოვნებს ამ სიმღერის შესრულება, მით უმეტეს ასეთი მეწყვილე როცა მიდგას გოჩი. როდესაც გავიგე რომ სანდროსთან ერთად მიწევდა დუეტში დგომა თავიდან გამიხარდა მაგრამ მე რომ დავფიქრდი არ უნდა გამხარებოდა წესი. ნატალია რატომ გინდა და ჩემთან შეხვედრა? ნერვიულობ იმიტომ რომ ჩემი მეწყვილე არის ჩემზე უფრო ბევრად გამოცდილი, ესე რომ ვთქვათ. ძალიან ძლიერია. მომისმენია ძალიან. კი ხართ განსხვავებული, მაგრამ უხდებით ერთმანეთს. აი ის მომენტი, ანუ ძალიან იშვიათად ხდება ესეთი რაღაც, როდესაც სრულიად განსხვავებული ორი ტიპი უხდება ერთმანეთს. თქვენ შემთხვევაში არის ეს. სიმღერა მოგეწონა? სიმღერა მოგეწონა, ანუ გინდა ამ სიმღერის სიმღერა. რა გჭირს რატო აგიც? ნატას შიშის მიზეზი რა თქმა უნდა არ ქონდა და გადაჭარბებულად მიმაჩნია და სწავლე ძალიან კეთილი ადამიანია. პროფესიონალურად უდგება თავის საქმეს, რაც აადვილებს მასთან ერთად მუშაობას. ერთად. When you believe in things that you don't understand and you suffer. ჯერ ვერ ვგრძნობ რატომაც კონკურენციას, ალბათ სცენაზე რომ გავავთ, მე მივხვდები რა ხდება. არ ვიცი ხა, ვერ ხვდები რომელი უნდა გავარდეს, იმიტომ რომ ორივე ძალიან მაგრები ვართ. მუსიკალური ნომერი, რომელიც გულგრილს არავის დაგტოვებს. ორი აბსოლუტურად განსხვავებული მონაწილე, მაგრამ ერთი სუპერ სიმღერა. დავეხსენოთ Stevie Wonder. მისი მუსიკა ყველასგან განსხვავებულია. სანდრო კვაჭაძე. და მის წინააღმდეგ Voices კიდევ ერთი პატარა, მაგრამ დიდი ხნის მქონე კონკურსანტი ნატალია რომანაძე. რინგი იწყება.
Bravo! Bravo! ნატალია, სანდრო. ჰა? მიაუ. მიაუ. აბა? კეთა ნუ იმალები. არა დასავალად აქვს საქმე. აშკარად დასავალად აქვს საქმე, მაგრამ რა? აბსოლუტურად კი. რატო აქვს დასავალად საქმე? ანუ იმიტომ რომ მე ალბათ საერთოდ გავიდოდი ახლა აქედან ეს ორი ბავშვი რომ მყავდეს კიდე რომელიღაცა გასაშვები, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ვარსკვლავები ხართ ორივე. აი ნატალია გენიალური ხარ, სანდრო ფანტასტიკური ხარ. ისეთი სწორი დრაივი იყო. სწორედ ნამღერი, სუფთად, ლამაზად გადმოცემული თემატიკა, თან ძალიან თანამედროვეთ ეს ყველაფერი გაკეთებული ყოველგვარი რაღაცა ზედმეტი გადამეტებების გარეშე. სუფთად და ძალიან მაგრა. არ ვიცი, მე ვერაფერს ვერ ვიტყვი. ორივეზე გავგვიჯდი. ორივე წავიღვა შეიძლება მე დავამატებ. კაი, ეხლა ლაპარაკი უკვე სავსე რო გაქვს, ორივე წავიყვან, ორივე წავიყვან. არა, რო შეიძლება ზედმეტი კიდე, იმიტომ რომ რაღაც არაჩვეულებრივი ბავშვები. რატო არის ეგრე ადვილი საუბარი? აბა როგორ არის? თავის აი შენ ძნელად დაგველაპარაკე. არა, ძნელად მე ორივეზე ვიტყვი ცოტ-ცოტას. სანდრო იდეალური მელიზმებით ძალიან მუსიკალური ადამიანია. შესანიშნავად გაართვა ამას ყველაფერს. უბრალოდ ჩემთვის ეს ყველაფერი ნაცნობი იყო ორიგინალიდან. არ შემიძლია ამ შემთხვევაში ცოტა ჩემი სასწორის ერთი პინა არ გადავწიო ნატალიასკენ, იმიტომ რომ ვერ მოვწყვიტე თვალი. თვალი ვერ მოვწყვიტე, იმდენად ორგანული იყო და იყო რა. ყოჩაღ შესანიშნავი რინგი იყო, ბრავო. კეთა გილოცავ, კიდევ ერთი კარგი შეფასება და ნოდიკოსი დაველოდოთ. ძალიან მაგარი იყო, ნატალია, შენ ხარ რაღაცა საოცრება, ძალიან მაგარი გოგო ხარ. უზარმაზარი ენერგეტიკით და ანგრევ ყველაფერს და რაც შეეხება სანდროს ძალიან მარტივად, შენ ხარ გენიოსი და ორივეს წარმატებებს გისურვებთ. ვაიმე, ძალიან ცუდად ვარ. აი ძალიან მიჭირს ახლა გადაწყვეტილების მიღება და რა გადაწყვეტილება ნეტა შენ ადგილას ვიჯდე ხა და მე მქონდეს ეს გადაწყვეტილება მისაღები. მინდა რომ ანრი შპაგატი გინდა აჯიმანი ყველაფერს ნოდიკოს რო გავუკეთო? იმასაც აქვს ადგილი აქვს? ადგილი ვაკანსია გააქვს. ვაკანსია მაქვს. ნოდიკო. ოიც ანდრის. აქანა ადგილის საშუალება არის. ხდებია იქით სავარდას ხდებიცა. არ ვიცი, მე ხარ ვიცი ვის უშვე. მე თორს არ ვიცი. სიმართლე რომ გითხრა, რაც არ უნდა გადავწყვიტო, არ ვიცი. მე მგონი მხოლოდ პლუსი იქნება თქვენი თიმისთვის, ან ერთისთვის, ან მეორესთვის, არ ვიცი. მაგრამ დღეს უნდა მივიღო რაღაცა გადაწყვეტილება და ძალიან მიჭირს, დღეს პროექტში რჩება. 3, 2, 1. სანდრო. სანდრო გილოცავ. გილოცავ სანდრო რჩება პროექტში და მე და ნატალია ვrჩებით მოლოდინით. რო ანრიმ რაღაცნაირი გადაწყვეტილება მიიღონ დადებითი. მაგარი. გილოცა. იტყვი რა. ნერვიულო. ძალიან მაგარი გოგოა. მაშა ასე. ნოდიკო ანრი. წაიყვანე. 3, 2, 1. ხალხი გიყვირის ანრი. რატო ანრი? ხალხს უნდა რომ წაიყვანო შენ. ხალხს უნდა რომ შენ წაიყვანო. რამდენი ვაკრე? არა. ნუ მაძალებ. არ გაძალებ შენ თვითონ გადაწყვეტა. უბრალოდ დრო მიდის და გაჩქარებ. არა, მე მგონი ჯობია რომ თვითონ ჩემი ბუთქუჩა ჩემთან, აი. ნატალია პროექტია! ვაი,
ანდრი ვაიმე ბერას როდის ვიცოდი სხვა რა ჩვეულებრივი განაცხადება? ვიცი. ნატალია გილოცავს საყვარელო ბუჩი. მე რა გავაკეთე ხ მარტო დავჭი ხო ისი აცი რო გამო 10 ბავშვი ყველა მუდა მაგინოს მე იმიტომ რომ არა ვიყო ბევრი ვიფიქრე იმიტომ რომ როცა ერთი ადგილი გაქვს გუნდში დარჩენილი ფიქრობ რომ იქნებ კიდე სხვა გამოვა რაღაც ნუ 1000 რაღაცებს მიედმოედები და არა ეს გოგო არ იყო გასაშვები და აი ქეთათოფურიას ვანანებ ქეთათოფურია რომ ეს ბავშვი გაუშვა და ქეთათოფურიას ძალიან უყვარს ნატალია უკვე ვიცი რომ გიყვარს მაგრამ მაინც მიმაჩნია რომ არასწორი იყო ამ გოგოს გაშვება გადარეული ბუთქუჩა რაღაცნაირ ქარიზმატული მადლობის მაგიერია არა მადლობა პრინციპში რო კაი გოგო ხარ კი რო გაუ შიგენაც შინიჭირი აქ არა ქოლა ხო აქ შიგენაც არა კარგი იყო რომ გაუშვა როგორ მიყვარს ანდრი ჯოხაძე ნატალია რო წასულიყო ამ პროექტიდან თქვი რომ ჩემი ფასი არ გყავთ დიდ რუსეთში დიდ სცენაზე კი და განსაკუთრებით ამ წამს არ მყავს შენი ფასი იმიტომ რომ ეს გოგო რო წასულიყო ამ პროექტიდან მე ძალიან ბევრს ვიწირებდი ოღონ მართლა ის უბრალია აბა ეგონებათ რავინავე აი ბავშვს ამზადებენ ტილზე ვარ მაგდა გვაქვს აუ ძალიან მიხარია მოგეთ ვერაფერს ვერ ვიტყუნებს თანაბარი შანსები იყო ჩემი აზრით ნატალიას უვაქებ ძალიან მაგარი მუსიკოსი და მომღერალია და ძალიან გამიმართლა რომ მას ერთად მომიწია სიმღერა